ლაზურვანიო და ლაზურვანი არ ვარ გაო. არის ასო შარხონაც. არ ვარ გაო თან სიტყვა. ოსა ჩამოგიტან გიო. ჰელო უთ. შეკუს გოგო მარტინო. არა. არ ხონდა სულა ეთყობა. წამლებში არ არის უღოთ. და ხანა როგორ ხართ ხალხო? რა ხდება თქვენსკენ ახალი? ჩემ ხმას რაღაცა დაემართა დღეს. კარტოფილი უნდა მივიჭო ხალხო. იმაში რა ქვია, დენის ღუმელში, სუნელებით. ახალი პური იყო მთლიანი ჩემო. ახალი მოგიტანო დედა. პური. აი ახალია ესეთ მოგიტან თუ გინდა. ვინდა? ეს ახალია. ახალია? ხო, ეს დღეს როგორ მოგიტან ის. რომელი გამოგიტან? ეს არ არის ახალი. ისიც ახალი. ახალია. სამშვიდობის როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ? რა ხდება თქვენს კარგი და ახალი გიო? გემრიელია? მე მომიწონა. ცოტა მარილიანია. ცოტა მექსიკურიც გაუგეთე? ის აღარა მაქვს მექსიკური. აბა სუნელები, პილპილი, უცხო სუნელი, კინძი და მარილი და ზეთი. უცხო სუნელი, პილპილი, მარილი, ზეთი და კინძი დაფქვილი. რა, სუნელი, კინძი, ხო. და ზეთი არეული ერთმანეთში აურიე და მე იმაში გადავიტანე რა ქვია. ჟარონაზე. ტაფაზე რა. ეც დამცხაი ახლა. ქანა რომ მოვედი. და ეგრე შევწვი. ტაფაზე შემწვარი აღარ უყვარს, აი ესე უფრო უყვარს. მაგრამ მექსიკურსაც იგივე აქვს გიორგი. უცხო სუნელი აქვს, კინძი აქვს, პირიცა აქვს, კიდე რა აქვს, ნიორი აქვს და კიდე რა აქვს. ორეგანო აქვს. ხო, რა, ორეგანოს გარდა ხა ნიურის და ორეგანოს გარდა ყველაფერი გაუკეთე. ნიურის ხნილიც აქვს. ხო, და მის გარდა ყველაფერი გაუკეთე. ისე უნდა ვიყიდოთ ნიურის ხნილი და იყიდოს კაცმა. ეგ სუნელები უნდა ვიყიდო, ძალიან კაი სუნელებია იქით. იმაში. ხორცის სუნელიც უნდა ვიყიდოთ. ხო, 1-2 ლიბრეში. დეცა დედა რაღაცა. ის ხონდა ნამცეცი პურის. ხო, ლიბრეში. ხოთაშორის გემრიელია. უცხო სუნელი და ისა. რა ვიცი, ვის როგორ საჭმელი რანაიდი უყვარს. ზოგს ისე უყვარს, ზოგს ასე უყვარს. აბა რა საჭმელები გიყვართ თქვენ უფრო მეტიწილად. ხალხნო. და კიდე რა აი 90-იანელებზე იმ დროს ჩვენმა გოგომ დაწერა მაშინ უფრო კონტაქტი იყო ადამიანები უფრო ერთმანეთს მუშტად ვიყავით შეკრულებიო იქ კარტსა თამაშობდი იქ დომინოს თამაშობდი იქ იმას აკეთებდი იქ უფრო ვიყავით და ეხლა მეტი წელი სულ ტელეფონებში არიან ჩარჭობილი
ჩარჭობილი ვარ ტელეფონებში და აი ის აღარა გვაქვს კომუნიკაცია ერთმანეთთან, აი რომ დაჯდე და ისაუბრო. და ადრე შუქიც არ იყო, მაგრამ ერთობოდი ადამიანი მშვენივრად. კომუნიკაცია იყო, შევდიოდით ერთმანეთში, ხო, ნელი ეგრე არ იყო. მივდიოდით, მოვდიოდით, დრო გქონდა წასვლის, მოსვლის და ეხლა დარობოტებულები ვართ, ერთი და იგივე საქმე. სამსახური, ერთი და იგივე საქმე მოხვალ და ირგვლივ აღარაფერი აღარ ხდება, აღარც ისა და აღარც ისა. და აი რობოტივით არის ადამიანი ახლა უკვე. არ დაგავიწყდეთ რომ ერთმანეთს ჭამთ. ხო, კიდე ეგ თლა საშინელი. ეგ არ დაგავიწყდეთ. ხო და აი რობოტებივით რო ვართ, ეგ ყველაზე საშინელება. ერთი და იგივე საქმე გვინდა გვაქვს გაკეთებული და ერთი და იგივეს მივწვევ. და ადრე სარიცხის მანქანა არ იყო, ჭუჭის სარიცხის მანქანა არ იყო. ხელით რეცხავდი ის რაკოინები იმდენად, აი ისინი რა ქვია, ნიჟარები იმდენად არავის არ აქვს. იმდენად რა ახლა ყველას გააჩინა, ზოგს ქონდა, ზოგს არ ქონდა, მაგრამ თასით უნდა გერეცხა ჭუჭელი იმდენი. და ელემენტარულად რამდენი რაღაცა უნდა გაგიკეთებია. სარიცხის მანქანა ხელით უნდა გერეცხა და არ ქონდა, ახლა ყველას ხო არ ქონდა ის მგვალი მანქანა, ხო? გვალი კი არა, დიდი რაღაცა ტაშტირო იყო კიდე. ხო, ვანა. იმას ესეთი გრძელი. ვანა, ხო. ო, ლახანკავ თუ რაღაცა. ხო, ისინი და იმაში ბანაობა. ხო, აი ხო და აი ძალიან რა ვიცი, ჯანმრთელობაც იყო მაგალითად. ამდენი უბედურება აღარც ამდენი რაც უფრო მეტი განვითარება, მეტი უფრო ცუდი რაღაცა შემოდის. ვირუსებიც ბევრია. იმაში რა ქვია, ქვეყანაში, აი ვირუსი აი წეღანა ხველების წამალი ვიყიდე ხალხი უნდა ისიმახველებს, აი დრო და დრო დავაწყებიებს ხველებას. გადამივლის მე თუ ამიწყდა. ჩუმადილაბა. არის მის გიორგი მე ხო დაგიწერს არის მის ცოტა ხო. უწევ ხოლმე მე ხმას. ხმას უწევ მე. მე რა ვიცი არის მისო თვითონ წენინდა. ხო და ეგრე. რა ვიცი. ეგრეა ჩვენი საქმე. რას უწევ ხმას იქიდან? მე რა არის მისო შენ გიწენი თორე მე რა. კეთობს გარი. თოუს ხალხუნო. თან გაყინა. არა არდებს. და ნერვები მეშლება. გაყინა. სარიცხი გაყინა, სიქანაუს. აი აშკარად იმჩნევა რომ გაყინა. აი მიყინულია. ხო, აშკარად იმჩნევა სარიცხი. რო ჩამოვკიდე წაღანაც ხელები მიმაყინა იმას. სანამ ჩამოვკიდე მაშინ ყინება. არა, ძალიან ძლიერი არ არის, რო ვთქვა, რომ ძლიერია, მაგრამ არა. გიორგი ამარევი ელაპარაკი რა, დავიწყებ ლაპარაკს და მე რაღაცაში ჩამომეჩრება და მავიწყდება და ილაპარაკოს თვითონ ახლა. ამირევს იმ ლაპარაკს. ვერიკოს აქ უნდა პატარა გარმონა. ხო. გასულს, ხო და ის კი არა ბოლოს გააკუჭეს ის კი არა. ერთი პატარა გარმონა კიდე ქონდა რაღაცა და ბები ამისი უკრავდა ხოლმე და აცეკებდნენ ხათუნას. მოდა. ო. მამესე გამახსოვს. მე რას გარმონი მქონდა მე ესე მე პატარა ვიყავ. პატარა, გასკატ უკრავდა ხოლმე ჩემდიდა. თუ ხათუნას ქონდა დედა. არა. ის ხო გავხიე ის დიდი. ის მეორე მოგიტანა, ეგეც ანიუშა მოგიტანა. გავხიერა, გავხიეთ. ქართული პატარა გარმონა. რა ვიცი რა არის. რენაირი? ქართული. აბა გარმონი თათულია? სხვა და ქართული სხვა. გარმონი სხვა და პატიონი სხვა. ხო და ეგრე იყო რა ვიცი. ეგრე იყო ჩვენი საქმე. ურთიერთობაც მეტი იყო. ყველაფერი ერთი იყო, მართალს მაშვები სისწორე დაწერე. მიაკო მართლას ისტორია დაწერა ჩემო. მიაკო ქვია. მაშინ მაიკო ნათლიათ შევრაცხე. ნათლია ვარა გინდა. და ის არის რა ქვია. მართლა რომ
მარი გიქნია. ყოფილი. დალია წყალი. მიდი რა ჭიქაში ჩამომისხი წყალი ახლა. რა უხრობარ ხანდახან რო დამიტყდება წყლის მას ვერ ვჩერდები. და ეგრეა ჩვენი საქმე, ვიცი. ადრე მე ყველაფერი იყო, ყველაფერს ასწრებდი, ყველაფერს აკეთებდი. სამსახურიც გქონდა, ისიც გქონდა, მაგრამ უფრო კარგი იყო, უფრო ჯანმრთელობა იყო და ახლა ყველაფერი რაც უფრო შემოვიდა მეტი განვითარება და მეტი ისა, ყველაფერი ცუდი წამოვიდა იმიდან, რა ქვია, ორგანიზმში, ყველა ცუდად არის. იმას ისტკივა, ამას ისტკივა. ადამიანი უტკივარი არ არსებობს ახლა, ასე მგონია. პატარებიც დაჟე. აი, წარმოგიდგენია, ახლანდელ ერთი ბეწვა ბავშვს. დიდი ვერ იტანს იმ ვირუსს, როგორი ძლიერი ვირუსებია და აი როგორ იტანენ ის საწყალი ბავშვები. ზოგს პირში გამოაყრის, ზოგს ადაყრის, რანაირი ვირუსები სახსრები. დიდი ვერ უძლებს სახსრის ტკივილს დიდი ვერ უძლებს. ბავშვი როგორ იტანს, წარმოგიდგენია აი ამ ხელა რაღაცას და მე როტოვებს რაღაცას ორგანიზმში. ხო ტოვებს. იმ ბავშვს ხო დაუტოვა და დროთა განმავლობაში გამოუმჟღავნებს და პარასიტებს ამდენი ვირუსები. და ჯანმრთელი აღარ არისო, მე რაღაცი ჯანმრთელი იქნება ადამიანი, ბავშვი. ამდენი უბედურება, აი ახლა ერთი გაგივლის ვირუსი, ერთი რაღაცა მოგეშვება, მე მეორეზე გადადის ხველება. ხველებას დაამთავრებ, მე სიცხეზე გადავა. მე იმას დაამთავრებ, კიდე რაღაცაზე გადავა და აი ასე. სხვათა შორის ხალხო ეს ცუდი ამოსაღებია იმიდან. და იცი რა ქვია. ცუდი ამოსაღებია. ეგრე არა ვიცი, ჩვენი საქმე. რაღაცა ცინარიზინმა დავლიო რაღაცნაირად. დალი. მითი მაგრამ გაგიჩიტებ. დავლიო. ხომრთალი ხარ. რასინ ხანდახან დავიტაკება ხოლმე ვით გავიქე. სინარიზინი. მან მაგაც ხედა კაია. საბანთა მოსატანი მაგრამ მომაძვრალი საბანათ. чихოლი პიტა ბრამოდის. თეკესი კიდე. ხედი სუთა დავიფარა. ნეტარში მიჭემო უნდა. ლაპარაკება. ჭამის დროს არ ლაპარაკობენ. ჭამის დროს არ ლაპარაკობენ თქო. ჩემზე რა მეთქვა და მოვადენ ლაპარაკებსო და ინა რომ თქვი. ვაშლიგე სროლე თავში პიტა. მე რა ვიცი ქიქემი მითხარი. კაპლის სუნი მოიტანე. ის დავli კორვალული, პირველად დავli კორვალული, ადამიანები არაც მოიტანე. და კორვალჯის დედა ჩემს ხსმე. ცინარიზმი არ დაგიღე. დავli უცებ. ორი. ოშლია. გინდა? აი გერაცა ზოზარი. მე არ მინდა ის ვარ. რამ? აი მე კა. არ გამოგვიდა ცხელა.
ხალხო ჭირათველი იმას რა ქვია ზაფხულს კაპრიდავლი უთყვილე მომაზანებული არ ჭამს დღეს ორჯერ ჭამი მე ჯერაც კი ჭამიაში ორჯერ არა ხაბა ერთხელ მე ოთახლა ჭამ ლობიო ჭამარუათ გადამოვჭი რა დილით მე რასავჭამი და მე ვჭამი ბორში შევჭამი და ახლა ვჭამარ ჰა ერთი გვარი ბორში გავაკეთე თან ამხელა ომი დაიწყო სამი დღე წვნიანი არ გექნება გასაკეთებელი და სხვანაირად შეიძლება მე რა თქმა წვნიანი რა ის ვაკეთე ჩემი შვილი არ ჭამს წვნიანს არ უყვარს და ხო არ მოკლა კიდე არ დიჭამე არ ვინდა ახრიგინე ო ხალხო ხმაურია არ შეიმჩნევთ ახრიგინდა Olmuyor. Güzel. Okay. ერთი და მეორე Ay მეორე დე. აბა Ული. ცივსოთ არა უშავსო წასო დალევდა რომ გათმება ხო რანაირ გემოსიღებს წყალი არაქსია მონეს დღეს არ გიდება ბძანე? ჩვენთან არის დღესასწაული რაჭაში. შემოძახება. ღებში. ღებში. ჩვენთან არის წესი სხვაგან არსებდა. ხო, არ თქვენ მოთ არ არის, ხო? არც უწერაში? არა, ჩვენ ღებში. ღებშია და დიდება ბრძანე. ტაძარია შიმიდიან ხოდენ? ხო, იქანა შემოიცახე. არა, ისე დადიან იმას, მეზობლებს. ყველა იცი რა იცოდენ ადრევისაც ახალი მკვდარი ყავდა ისე. მიადგებენ, ახლა ყველა სუფული გამოიტანეს, ადრევის რა ქონდა ის გამო. დიდება ბრძანეო, მაცხოვრისა წმინდა გიორგის. ო, მაცხოვრის ტაძარში მიდიან. შეგეციოს სიმღერით გეიმა იძახის და ისევე იძახს. არა, სიმღერით გიამიცა, ურად გავიგე. დიდება ბრძანე, მაცხოვრის, წმინდა გიორგისა, ჯვართისა, შეგეციოს ამინ, ამინ. და მერე სახლებში ჩამოივია როგორც ის ალილო, შუბასენდებაო რა.
ესეთი ტრადიციაა, რომ მიადგებიან ხალხს და ფულს, ზოგი ფულს გამოიტან, ზოგი ვის რა აქვს რა. არა, ახლა სუფული. ახლა ფულები იმას უქნიათ სულა. უკრეფია ესე იგი ფული თუ არა გაქვს საჭმელი უნდა გაიტანო? ხო. იცი კი ადრესად იყო ხო. აი მაგარი ვიჩინას მოხარშავდი მიჩინა ყველას გადი. ხო რა. მამა ჩემს უახლო ჩვენ ვიყავი. აი ზუკა ხოთა პილი მომევასია. სუიმსატებოდა იმაზე და მიადგებოდი მამა ჩემს გამოტანდა მე მამაჩი. მოუხარშავი ვიჩინა რომ იცი რა? ჩემი ზუკაზე აიხლა ჩვენში. აი მოუხარშავი ვიჩინა რომ იცი რა? უნდა მოხარშავ? თვითონაც შესასწრებოდი მოხარშავდი მე. ახლა მოუხარშავ ჯობია მიცემ ახლა. ხო და? ხო დღეს რა გასულია. დიდი ბაბძანიან, მაგრამ დიდი ბაბძანიც ამოდის. ალიშა ხო დიდი 19-ია დღეს. დაიღუპა. ხო, მაგრამ სხვადასხვა დროს მოდის და რა ვიცი. სხვა დროს მოდის დიდი ბაბძანი. და ეგრე ქეიფობენ. მერე. აგინა დიდი ვაშლი. Ja, თვალები მიშტერდება როცა დღეს. მოწოვ. ან ვიღაცა მოვა. პირიქით მე მეხანება მარჯვენა ფეხის გულა. მე წავარ სადღაც. მე იმაცხენა ორი. აი ეს ხელი მეფხანება. ნეტა სად მივიდივარ. ალბათ მივფრინავს. სად ორი. ხოლო ურსაძე უნდა წავიდე იქ, სამშობლოზე. როდის მოვჩები მე? ხოლე პარასკევია? დღეს არის 19. აუ შაბათკვირა უწევს. არა 20-ია დღეს დე. 20? ხო პარასკევია, შაბათზე კვირა. რა არის ამ ხელფასის ჩამოსვლა, სულ შაბათს როგორ უწევს? ეს ჩემი ხელფასი რა არის? შაბათკვირა უწევს უყოვებთვის. ნერვს მიშლის. უიასემ და გიცხება, უშავად და გიცხება. აი რა. მე მინდა რომ კვირას დავერიცხოს. ნიშნულობა როგორ არა? ბანკი უსაათი მუშაობს შაბათს. უიას არ მუშაობს. ხოლ გადმოირიცხება და შაბათს დაირიცხება დილით. შაბათს დღის განმავლობაში. შაბათს ბარათზე დაჯდება. ხვალ ღამე გადმოირიცხება. ხო. ღამე იმიტომ რომ ირლანდიიდან უნდა გამოირიცხოს. ხოლ პარასკევია დედი. აჰა. ნუ ჭირს. აი ხა ხუნა მოგეზია. აი კარტოფილის. ხუნა? ხო, ხელი რომ. არა. აი ხა ხუნა მოგედო დედა, არაფერი არ არის, აი. ეტყობა ხელი მოისვი მისი და კარტოფილის ის ქონდა. კაი, ეს čo კაი პარცები. ახლა მაშე აიპარცე ეთმა, მომხედე გიორგი. აი მე შეაიპარცე ახლა დაიტოვე. მიბრძანდი და აიპარცე. კიკინა დაიტოვე. მიბრძანდი და აიპარცე. აკარა კიკინას რო იკეთები. ნერალდა მიაპარცუცა მაგდადად პარცუც. დეჯენს ეს გონე სატელეში მოუყვათავიო. მათევიჭი. გამომეზარდა ახლა. მათევიჭი. მათევიჭი. მე აპოზაზე მაგდრეს ახლა ამ საღამოზე ეთმები.
ბოლო შეჭამი და ახლა გამამჟავა. ხო რა. ვერო შეუნდე მაფიქს. დაიცი ცოტა ხანი თორე გავიგუდები წავალ გარეთ. აღარ ვსულთამე. მოქრებად და იქ სულ არ არის. არც ახლა იქა. ნორმალური ტემპერატურა. აქედან რა ცუდი შუქი მყავს. ხია. გვედიდან განათებს. გერმანათებს პირდაპირ. პროჟექტორივით. შავქვი მე. ათსათამდე მაინც ვერ ვიძინებ. მეც მეღვიძება. თუც დიდი. ხო. დიდი რატო 10 საათზე 11 იყო დაწყებული 11 ზოხტ რომდექი მე. ხო და მე გაღვიძებული ვიყავ. თქვენ მალე გეძინებთ ხოლმე ღამე. მე გაღვიძებული ვიყავ. ასე გვიან მე ქარ დავბედი რუსთან წულა წუხელობის აზრი დავიცინე. რა იყო წუხელი რომ დაიცინე? ის იყო რა. პრაიმ შოუ. ის იყო პრაიმ შოუ. რა პირველ საათზე თქვენც. იმ დროს დაიძინე, გუშინ არ დაგიდე 12 იყო დაიძინე. უიწყალი აღარ მქონია გიორგი მოდი რა. იმას რო უყურე რა ქვია. რასა? რა ქვია. შეკო. შეკონ ვარსკვლავებს. მე მეკი კაცო. კანია მე ამეკრას ასაზე. ხო და ეგრე იყო ჩვენი საქმე რა ვიცი. მოვედით რაღაცა ხანი გადახვტენი ხანა გადმოხვტენი. წეღანა ის ხონა რას გონი აღებული ვლაპარაკობ და გამაჩერა გიორგიმ და კიდე მოვიწყდა რას ვლაპარაკობ. ერთ რო დავიწყებ ლაპარაკს არავინ არ უნდა გამაჩეროს მაგრამ მე მოვიწყდება. რა უშუალო მინდია რა. ძალი. რა არის რანაირად აი იმას შპილკე კი არ გითია რანაირად არის თუ რანაირად არის ის გიგიტი. რა? ჩამოვარდა ისა. რა? რა ქვია იქ დამსაცმელი თუ გახედე გოგო და დედალი. დაბლოკირა გდია. სადღაც არ უგეთია ეს. მე გიორგი დახოულე. შემოვიდა ბებო. დახოვული გადახოვულო. არდებს ნერვებს მიშლის. დღეს თელ დღე თოვლი ნერვებს მიშლის რა. და მოთეთრებულია დედი. რა არ მოთეთრებული არდებს? ეგრეგრა. რა უქნათ ახლა მე რა უქნა არ მოთო. არ ცუდი არის რა. იცი რა ნაითოია. ცინცკლავს რაღაცა. ჟინჟლავს. ჟინჟლა ცინცკლავს არ არის. არა, მოიცადე ახლა. შერავა იმისაით არ დაბარა. ცინცკლავს. არა, მოიცადე. ცრის თუ რაღაცას აგეთებს რა ვიცი. ცრის. რაღაცას აგეთებს. ქვრივით ცრის. საციერში. ქვის რო გაცრი ეგრე ცრის იგი აქ. ერთხელ საცერი გაფუჭებული იყო ჩვენ და ცრი და მანდამაინი იმაში გადიოდა იგლახა იმაში ვითომ კი გავწერი მე ხენ მეოდ გადავწერი გადამამუშავე ჰა სად უნდა გადაგამუშავოთ სადა ის უნდა იყოს რა ქვია ბოთლების გერმანიაში როა ხო ჩაყრეს ბოთლებს და ბოთლებს შეუშვებ ყველანაირ ბოთლებს დააგროვებ შეუშვებ და ფულს გაწევ ფულს გაძლევს მე რამდენი ბოთლსაც ჩააბარებ იმდენი ფული იმდენი ევრო გაქვს საზღვარგარეთშია გერმანიაშია ერთი ის არა ქვია ბოთლი როგორ სხვადასხვა ბოთლები ახლა ეს პლასმასებში უნდა ჩააგდო აი კინჟეშტევიანი რო არის არა აპარატი დგას ისე აპარატია ხო აპარატი დგას შეუშვებ პლასმას იმას
სხვადასხვა ადგილზე, ხო? ერთი ბოთლი, ერთი შუშის ბოთლი 1 ევროა. ფულს კი იმას. შენ რა გინდა სხვა მიაკ და იმას აშვებიან რა ქვია. ამუშავე. მე ამუშავებ. გადაამუშავებენ. გადაამუშავებენ ამ ბოთლს და გამოვა სხვა რაღაც. ხო, ამუშავებენ. როგორც მაკულატურას რო ვაბარებდით სკოლაში. კი ბატონო. ხო გახსოვს. რო ქაღალდებს და ყველაფერს რო ავკრებოდი. მე იმისგან სხვა რაღაცები გამოდის. ხო. მე გამოდიოდა, ყველაფერი გამოდიოდა და ახლა არაფერიც არ გამოდის. ძველ წიგნებს რო აბარებდნენ ხოლმე. რამდენი ჟურნალები და ისინი წამიღია იქ სკოლაში. მაკულატურა ჩავაბაროთ და იქ ჩამითრევია ის სეტკებში ჩაგვილაგებია, ხო? რა სეტკებში? ნადრე სეტკები რო იყო კარტოფილს და იმებს რო ყიდიდი ესე რაღაცნაირი სეტკები იყო დაწუნული გიორგი. და იმაში ჩავალაგებდი და ჩავიტანდი ქვეყანას. რა მოგეგროვები უნდა წაგიღო. და კიდე ადრეს ჩვენ ბავშვობაში კიდე სკოლაში ის იყო რა ქვია. პატარა ვიყავი უფრო მე აღარ იყო. პირველ მეორე კლასში ვიქნებოდი ესე რო იყო. ისა აბრეშუმის ჭიაო თუ რაღაცა. ხო, იმებს საჭმევდნენ თუთის ფოთლებს. მაგისგან მე პეპელა გამოდის. იცი რამდენი მოგიგროვებია ფოთლები. ხო. ჩვენ არ მოყვავდა. ხო, და იცი რამდენი იყო სკოლაში ქონდა მე. რა თუნდაც კი. იმიტომ იყო სკოლაში დარგული თუთები ქვეყანა იდგა. ხო, და იმ თუთებს კრეფავდით. თუთებს ვრაჭრიდნენ და მიქონდა პოტოს ჯერჭამდა. ფოთლებს იმოშვებოდით, კრეფავდით ფოთლებს. და ერთ რო დაუგდებდი წამში აღარ იყო. ყველა ახლა რიგრიგობით შედიოდა კლასები რა. მიდიოდა კლასები და ეს კლასი ამ დროს აჭმევს, მეორე კლასი იმ დროს აჭმევს, მესამე კლასი და თლიან სკოლას მოივლიდა რა. სანამ წაიყვანდნენ და სანამ გაიზდებოდა ის რაღაცა, რავი, დასაკეთებდნენ, არ ვიცი, აღარ მახსოვს მაგრამ. მაგისგან მე პეპელა გამოდის. ხო, რავი, რაღაცა იყო, რა ვიცი. აბრეშუმის ჭია, აბრეშუმსა ვიცი ხო და აბრეშუმის პეპელა გამოდის მე მანდელა. ხო, რავი, და იმას ქსოვს რაღაცას და იმაში შედის და მე პეპელა გამოფრინდება. ხო, რაღაცა არის, იყო, რა ვიცი, მე იყო ადრე და ჰე. და მშვენიერად მოშვებოდი, შევიდოდით, ჩაუყრიდით ამ ჭიებს და ესე დადიოდნენ სურა და ჭამდნენ ესე ფოთლებს. ხო. რა არის არ გეზიზღებოდა თქვენს კიდე? რა მიზღებოდა პარგაკი? მე კი მე სკოლაში რო დავდიოდი მაშინ მახსოვს. აბრეშუმის ჭიები იყო. კლასში იმებში ყავდათ ხო სკოლაში? კლასში იყო. რავი რაღაცებში იჯდა მე რა ვიცი. ხო. თავისი ყუთები ჰქონდათ რა. ხო. სპეციალური თითო ოთახში ჰქონდათ ეგ. ეგ უნდა სპეციალურს მოყავდათ ხალხს. ყავდათ ხალხს გამარჯვებაში, ხო? კი, აბა. ხალხს ყავდა და მე წაიყვანდი და ჩააბარებდი ჩოული. ჩააბარებდი? ხო. ეგ ხო ძაფს ქსურ. ხო, რაღაცას აკეთებდა, ხო, რა ვიცი. თუთა იმდენ თუთებს ქსურს თუ რაღაცას აკეთებს, რა ვიცი. იმდენ თუთებს მოვიტანდით ხალხნო. თუთის ფოთლებს დაუგნოშავდით სული თუთის ფოთლებს. წვანეა მგონი. წვანე, ხო. წვანე იყო, ხო. ეს მატლივით არის, ცოტა მოგრძო. ხო, მატლია, ასე მწვანე. ხო. აი პუტკუნა მატლები რო გინახია, მწვანეები და კოპლებიო აქ, აი ზუსტად იმნაი ფორმის იქნა. ნუ მივიდოდით, ჩაუყრიდით. მე სკოლიდან რო იმაში რომ მივყვავდით, მეურნეობაში ისინი ის უნდა დაგვეკრიფა ყურძენი. ახლა ვინ წავა ბავშვი იქა, ვინ წავა? ჰა, თითო ვედრას გაძლებდნენ იმას, რა ქვია. ყურძენს და რაღაცა კაპიკებს ჩამოგიყრიდნენ და ფულს ვითომ ფულს ვიღებდით. 100 კაპიკები იყო რაღაცეები. ჩამოგვიბნევდნენ და ვითომ ფულს ვიღებდით. აი რა იყო ახლა, ჰა. ტყუილი მეტი არის. ტყუილი არ იყო, მაგრამ ის კაპიკი გიორგი. ხო, შეუნთებ. ის კაპიკი, მე მავიწყდება რას ვლაპარაკობ. ის კაპიკიც რაღაცა იყო გიორგი ადრე, კაცო. 5 კაპიკი რო ბულკი ღირდა.
ახლა ბულკი ყირს 2 ლარი 3 ლარი და 5 კაპიკი ყირდა ბულკი და 5 კაპიკით ბევრჯერ მზესუმზინა მიყიდია 5 კაპიკით და ქვეყანა მომსვლია და ახლა 5 თეთრის რა მოგიო არაფერი კევი აღარ არის არღის კევიც აღარ აღის 5 თეთრი თუ არა თუ ის რა ქვია რამე 20 თეთრიც აღარ აღის თორე ჰა კევი აღარ აქვს აღარა მაქვს გავედი ბოლოს ხანმის მივეცი შეკავდა ხანმის და ის არის რა ქვია ეგრე და აი ეგრე მაინც სხვა იყო რა მუხლუხები იყო ის იყო და ბავშვს გვახალისებდნენ ერთი ვედრა ყურძენი რო წამოგეხმოთ თან დიდი ვედრები იყო განა პატარა ფუთიანი ვედრები წამოგვიღე ბევრჯერ ის მოგვიტეხია რა ქვია ყურძნები გვიჭამია დაგვიყრია დაბლა რო დაგუზარებია გაკეთება რა ვიცი ისე რა დრო იყო მე ხშირად არ დავდიოდი მის სახში მოვდიოდი ზერ დადიოდი მოგცემდნენ ფულს ხარა დავდიოდი მაგრამ ხშირად არ მივდიოდი რა ვიცი ვედრები მახკაჩვი მოშობოდი და ექსკურსიებზე გინდა წახვიდოდი გინდა არ წახვიდოდი შენი ბრალი ექსკურსიებზე დადიოდით ხოლმე აბა ჩაულებრივ ვარ აბა დავდიოდი შეკაცო მარტო ახლა იყო ექსკურსიები წლები არის ექსკურსიები ბებია შენ შეიკითხე მე ექსკურსიებზე დადიოდა დედა ექსკურსიებზე დადიოდი მე სადა ღებიდან მოდიოდით ექსკურსიაზე სადმე შებედიო არა რა მე ხო და ეგრე რა ვიცი ექსკურსიებზეც დავდიოდით და ყველგან და სტუდენტობის დროს დასაღარ ვაკეთებდით ერთხელ წავედით სტუდენტები ბოლოში გამოიტანე და აი შედევი თითო ცალი ბევრი არ უნდა არ შედევ თორე პოპ დაიწყებს წავედით შედევი კიდე ერთი ცალი ქერას ეყოფა და თითო ცალიო და აჰა არა კაცო არ უნდა აღარა დაიცა მე დაგწხება კაცო თითო ცალი სტუდენტობის დროს წავიდოდით გოგოები მეტი წელი გოგოები ვიყავით ჯგუფში 3 ბიჭი ყავდა მეტი არა წავიდოდით ფულებს შევაგროვებდით 4 გოგო ვიყავით კარგად რასაც ვქვია მართლა კარგად შევაგროვებდით ფულებს წავიდოდით კაფეში დავლევდით გემრიელად ყავას მივირთმევდით გემრიელად რაღაცას ან ნამცხვარს ან რაღაცას მივატანდით მე ლაღიძის წყლებშიც გავივლიდით მე რა გაიყო და კიდე ჩემ ბავშვობაში კიდე ვაგზალზე იყიდებოდა ხალხო რაღაცა რძესავით იყო ნეტარა იყო ნელისა ვაგზალზე მე კალბასებით მან კაი კალბასები იყიდებოდა სულ აი მართლა და ადრე კარგი კალბასები დიდები აი გიორგი დიდები და ეხლა ხო ამხელა არის ცხვილია მაგრამ ამხელა დიდები იყო ამხელა გიორგი გზელები ამხელები იყო და სხვილი უფრო და რო გაჭრიდი გიორგი აი მართლა კალბასის გემოქონდა აი რა ვარ იქიდან ჩამოვიდა და იგრძნობდი რომ კალბასის გემოქონდა ავსტრიიდან რომ ჩამოგვივიდა აი მართლა გემოქონდა ყველაფერს რა და ის რძე რაღაცა რძესავით რო იყო ჩამოასხავდნენ გიორგი ასე ჩამოასხავდნენ გიორგი ვაიმე რანაირი არომატი ქონდა გემრიელი რაღაცა იცი რა იცი ამხელა უჩერდი იყო ხოლმე გიორგი არ ვიცი გიორგი რაღაცა აი სითხე ჩამოდო რძესავით არ იყო რძე ხო თხელია ის არ იყო თხელი ძალიან ბლანტი იქნება არც ბლანტი არ იყო აი ოდნავ აიცი როგორ აი იმას ნაღების კონსისტენცია ხო აი ნაღების კონსისტენცია აი ნაღებს რო უკეთებს საჭმელში და იმას ეს უნდა ვიყიდო ეგ ნაღები და ის უკვე უნდა ვიყიდო ნაღების ხელია ეს ხო აი მაგ კონსისტენცია თუ არა ოდნავ თხელი რო იყოს გიორგი ვაიმე რა არომატი ქონდა მე თითო ჭიქას კი არ დავლევდით 4-5 ა ჭიქით იყო ჩამოსასწრები ხო ჭიქებით იყო ამ ხელა ჭიქით წამოღება არ შეგეძლო არა იქ უნდა დაგელია
ხო, ვაიმე რა ის იყო, არის რატო იყო ისეთი გემო? ისინი რო იყიდებოდა ლიმონათები ხო, წვენი. ჩამოსასხმელი. ხო. ფერადები ხო და დედაჩემს უყვარდა ისა, რა ქვია იმას, ბუჭკებში რო იყიდებოდა რაღაცა. აუ რა ქვია? რა ქვია სახელი ბურახი. ო აუ როგორ მომეწონა ეგა ვაიმე აუ, როგორ იგი მიჯავებოდა მე. ლილოში იყიდება ხოლმე ზაფხულში ვაიმე როგორ ზაფხულში არ წინ მიყვარდა ხარჯავს. მე ვერ ავსვამდი აუ მაგას. როგორ მომეწონა დედაჩემი არ გამოულიდა იმ ადგილს რო არ ეყიდა. ლილოში ისე რო მე წავალ ხოლმე ისე არ დაიკეთებოდნენ იმ მაღაზიაში, გძელი მაღაზია იყო ასე. ალიშას გარეშე. გიორგი ასე გძელი მაღაზია იყო გიორგი გძელი რა ამდენი რაღაცა იყიდებოდა დედა ის ბოლოში იყო ცოტა რა ის ჩამოსასხმელი ისა რიგი იდგა იმ ჩამოსასხმელ რაღაცასთან გიორგი თვარს ვერ გაუწოდებდი რა იმ ხელა რიგები იყო მე ჩადგებოდა მამაჩემს კი არ იზარებოდა ახლა ჩვენ პატარები იყო და იცი რა ხელა ბაკალებ ჩამოგეს. ფურიგებს როგორ ვიტან რასა? რიგებს ვერ ვიტან ხო რასა ის ბურახს ხო, აი. ეგ ბურახი ხო რა ქვია ხო ბურახი ურახი კვასზე ჯახია ხო კვასი რა და სულად ქვია კვას ხო და ის არის რა ქვია აქ ეხლა რა ვიცი არ ვიცი როგორი ოპა ოპა. მაგიდაზე დაუდია აი დაბლაც არის დაბლაც არის ის არის ამაღამ თვითონ ხოლ დადებს ცოტას მაინც დადებს ის არის და არ მიდარც მე მაგრამ რა ვქნა ახლა ბუნებო ჰაერს უნდა ნელი აი დანით ხოით რა არა მე რა ვიცი არა მგონი მე ისე დალევდა და აი ბაკლები იყო მე ვერ ავსვამდი მაგას არ ავსვამდი არ გიყვარს არა ღვინოს გემოს რა ღვინის გემო ხარ აი რაღაცა ღვინის გემოში გადა მე ესე რა ღვინის მეჩვენებოდა მე გემო მეგონა აი პივის გემო ქონდა რაღაცა მე არაფერიც არ მიყვარდა რა ვქნა მე არ მიყვარდა და მოდნა მომკალი ახლა ვისაც უყვარდა ღმერთმა შეერგოს კაცო ის წონდა და ხო და მე იმ ფერად წვენებს ვისხამდით ფერადი ისინი რო იყო წვენები ვაიმე რაც ისა რა კაი კიდე ლაღიძის წყლები რა კარგი იყო ვაიმე აი სხვა რომატი ქონდა სხვა გემო ქონდა კი ეხლაც არის განა არ არის მე იმას არ ვიცახი რომ ეხლა არ არის და ნამდვილად ბევრი რაღაცა ის აღარ არის მაგრამ ბევრი რაღაცა არის მაგრამ ის გემო მე მგონი აღარცა აქ ადრინდელ გემო რო ქონდა ხო კი ჭამ განა არ არის ადრე რო პილმენი შეგეჭამა აი მაგალითად რომ მივდიოდით პილმენი რო გეჭამა დიდი სიამ ძალიან კარგი გემო ქონდა და ძალიან გემრიელი იყო რა ორი პორციას იმაშვებოდით რა ქვია ჭამდით არა იმას პილმენზე ვიცახი ხო თეფშებზე აი გადაფრიალებ თეფშებზე მოგვიტანდეთ თეფშებზე რა ორი პორციას ავჭამდით რო არ ყოფნიდა ისეთი გემრიელი იყო ახლა ჭამ ჩალა არის ცარიელა არაფერი გემო არა აქ და აი ნამდვილად აი მართლა კარგი იყო რა კი ახლა ძველი დრო აღარ დაბრუნება აღარასოდეს მაგრამ კაი დრო იყო რა ჩემ ბავშვობაში ნამდვილად კაი დრო იყო როცა პატარა ვიყავი და ახლა მე რო წამოვიზარდე და ის იყო დენები რო ითიშებოდა და ათასნაირი რაღაცა ხდებოდა კი ძალიან ცუდი იყო ის დენის გათიშვას ისის მაგრამ ადამიანი მიჩვეული იყო იმ მდგომარეობას ჯანმრთელობა იყო არ ყიოდა არაფერი ერთი რაღაცა ხველების წამალი იყო ერთი ცალი და ამპიცილინს თუ გამოგიწერდნენ თუ რაღაცა ყოფილი იყო ხო ანტიბიოტიკის ფონი ერთი ხველების წამალი იყო რაღაცა აი ეს შავი მის იყო წამალი დაგელი ერთი ორი დალევა და ვსიო აღარ გახველებდა ის რომ ქონოდეს რა ქვია ის აღარა მაქვს შინდის მურაბა თორე სულ არ მინდოდა ხველების წამალი იმას გავაკეთებდი ჰა ხო და აი იმას სოდაში უნდა გააკეთო და ის ჭამო ძალიან სასარგებლოა რავი კაია ხველებაზე და ეგრე რა ვიცი ყველაფერი კაი იყო ადრე განა ჩემ ბავშვობაში
ნამდვილად მე ცუდი ბავშვობა არასოდეს არ გამივიდა ახლა როგორც ახლა არის ადამიანი მაგრამ რაც თავარია ჯანმრთელობა იყო და კომუნიკაცია იყო ერთმანეთთან და ხიარულობა და ერთად ხარას თამაშობდა ახლანდელმა ბავშვებმა ზოგმა არ მიწყინოთ ხალხო და ცუდად არ გაიგოთ ელემენტარული ახლანდელმა ზოგმა ბავშვებმა თამაში არ იციან მარტო იციან გაჯეტები ეს გაჯეტი აი აშტერებს და ატვინებს იმ ბავშვს რომ სულ იმაზე აქვს აზრი გადატანილი და არ შეიძლება 2 წლის ბავშვმა და 3 წლის ბავშვმა და 1 წლის ბავშვმა რატომ უნდა იცოდეს no ქართულია ქართულად უნდა ილაპარაკოს ის დრო როცა მოვა იმან უნდა მაშინ ისწავლოს ის ენაც და ყველაფერი და no ქართულად აღარ ლაპარაკობენ უკვე no აბა რა ვქნა არ ვილაპარაკო წავიდა გიორგი და ხო და ეგრე ელემენტარული რა ვიცი არ უნდა იცოდნენ არც азის გაჯეტებიც არ არის სასიამოვნო რომ თელი დღე ტელეფონებშია და თელი დღე კომპიუტერებში არიან ჩამსხდარი აი გინდა ჩემი შვილი იყოს არ ვარგა მე კი არ მიყოსას ღამე თუ ავიღებ ახლა ტელეფონს დაძინებამდე მე დავდებ გვერდზე შეიძლება ჩამომეძინოს ამ ტელეფონზე მე გამოვთავ დავდებ გვერდზე მე დილით რო გამომეღვიძება მაშინ ავიღებ და მთელი დღე არც მიკავია ტელეფონი თუ დავჯდები და 5 წუთი შევარ 5-10 წუთი დიდი მთელი დღე ტელეფონი მეკავოს თვალები ალბათ გამომხეთქავს რაღაც გავიხედავ ალბათ და არ უნდა იყვნენ დამოკიდებული მაგაზე თამაში უნდა იცოდნენ გართობა უნდა იცოდნენ და ელემენტარული ეგრე რა ვიცი შეიძლება ცუდად ვლაპარაკობ და შეიძლება არ მოგეწონოთ ჩემი ლაპარაკი მაგრამ ჩემი აზრი ეგ არის და ვისაც მოეწონება ვისაც არ მოეწონება და რა ვიცი თავის გზა გქონდეს და უფალმა გაარჩიოს ყველას თავისი აზრი აქვს და ყველას თავისი აზრის დაფიქსირების ის აქვს უფლება ყველამ თავის აზრი დააფიქსიროთ და რავი თუ მოგეწონათ დაწერეთ თუ არ მოგეწონათ და საუბარი და გაჯეტები აი იმ დღესაც იყო ტელევიზორში ნამდვილად იმედზე იყო თუ რომელ არხზე იყო ზუსტად აღარ მახსოვს აი მაგაზე საუბარი იყო ზუსტად რომ ის გაჯეტები არ უნდა მიცეს ბავშვს საუბარის დაქვეითებასაც იწვევს კონტაქტის უფლება იმასაც იწვევს რომ კონტაქტი აღარავისთან აღარ აქვს და არაფერი კარგი არ ხდება იმ მაშინ ნამდვილად და კიდე ეს ვიღაც უმსგავსო ადამიანები რომ იმას აკეთებენ ვიღაცა ბავშვებს აშანტაჟებენ რაღაც უაზროს გამო ნამდვილად არ უნდა იყოს ესეთი რაღაცა და შანტაჟი არავის არ უნდა მოუწო რა აი იმ გაჯეტებზე ვლაპარაკობ იმაზე წავედი აი ეს თამაში რო აღარ იციან ახლანდელმა ბავშვებმა და აღარაფერი აღარ იციან და იმ დღეს ტელევიზორში იყო მეთქი ის გაჯეტებზე ლაპარაკი რა თუნდაც აქვეითებს იმის მეტყველების უნარს რა ქართველია და ქართული აღარ იციან გონი ბავშვებმა ზოგმა ხო და რატო უნდა თქვას 2 წლის ბავშვმა და 3 წლის ბავშვმა თქვას ქართულად ქართული მულტფილმები უნდა უყუროს ტელევიზორში ისიც ის უნდა კონდეს დაწესებული აი შენ აქამდე უყურებ მე მორჩა მულტფილმი რო დამთავრდება მორჩა წადი ითამაშე აი ესეთი დრო უნდა დაუწესო ბავშვს განა ის კი არა რომ თელი დღე მისცემი ტელეფონს ოღონ არ იტიროს ისევე ის ტირილი გისჩემია ისევე ის გისჩემია იმ ბავშვის აიტანო და გააკეთო ვიდრე აი ბავშვი სამუდამოდ გონება ჩამოიქვეთდეს და საუბარი ვერ დაიწყოს ხო ჯობია იმას რომ ადამიანს უთხრა რომ არა არ შეიძლება შენ აი აქამდე გაქვს დრო всё მორჩა მე
წავიდეს იქ ითამაშოს, იქ ზოგი იმას ითამაშებს, ზოგს იმას ითამაშებს, გირჩევნია შენ ბავშვთან შენ თვითონ ითამაშო და ბავშვურად აყვე, ისევე ისჯობია იმ რა ქვია, იმ ტელეფონის მიცემას. ისევე ის გირჩევნია შენი საქმე ცოტა ხანი დათმო და ბავშვს იმას ხო ჯობია რა გიორგი, რავი, ჩემი აზრით ეგრეა. გიორგი 50-ზე წავედით, დედი, წავიდეთ? რავი, ჩემი აზრით, ისევე შენ საქმე ცოტა ხანი გადადო და გირჩევნია ბავშვს ეთამაშო, ეკონტაქტო, ისევე ეს ჯობია. რა ვიცი, ჩემი აზრი ეგ არის და რა ვიცი, ვის როგორ. ეხლა დაგემშვიდობებით ჩემო თბილებო და ტკბილებო, კარგად იყავით, მაგრად იყავით. დიდი მადლობა ჩვენი ყურებისთვის, ჩვენი გაძლევისთვის, თბილი კომენტარებისთვის და რა ვიცი, ყველაფერი საუკეთესო ყოფილიყოს თქვენთვის. მთელ ქვეყანაში, რა ვიცი, ბევრ ქვეყნიდან გვიყურებენ და ვინც დღემშვიდობისა, საღამომშვიდობისა, დილამშვიდობისა, ვინც როგორ არ ვიცი რა დრო გაქვთ ახლა. თენდება და ღამდება, არ ვიცით. არ ვიცი ახლა რა დრო გაქვთ თქვენ ხალხო. აბაჰი და აბაჰო, კარგად იყავით, მაგრად იყავით. მომავალ ვიდეომდე. ბაი. რა ვიცი, თუ მოგეწონებათ ჩემი აზრით დაწერეთ, თუ არ მოგეწონებათ და ისიც დაწერეთ. ბაი. ნორმალური კრიტიკა. იმასაც გავიგებთ. დაგვიწერეთ ვისთან სნოუს. აბაჰე და აბაჰო, კარგად. კარგად იყავით. ბაი ბაი.